ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი ავრცელებს. მისი თქმით, ეს არის პასუხი ადამიანის უფლებების შელახვაზე, დემონსტრაციების შეზღუდვასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე. დღეს მთავრობამ დაამტკიცა ჩემი შეთავაზება, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ეს არის ჩვენი პასუხი ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, დემონსტრაციების შეზღუდვასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე. ეს ნიშნავს, რომ ქართველ ოფიციალურ პირებს აღარ ექნებათ უვიზო მიმოსვლა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჩეხეთი მრავალი წელია უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის ნათელი გზავნილი უნდა იყოს, რადგან თუ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩება, მაშინ საქართველო ევროპასთან ყველა ტიპის ურთიერთობას ეტაპობრივად დაკარგავს. ჩვენ ხედავთ, რომ სულ უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სანქცირება მოხდეს რეჟიმის და მათ შეუერთდა ჩეხეთი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სახელმწიფო უკვე მრავალი წელიწადია და აქტიურად უჭერს ხელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ძალიან ნათელი გზავნილი, რომ სანამ არ შეიცვლება რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, ჩვენ მხოლოდ დავკარგავთ ეტაპობრივად ყველანაირ ურთიერთობების ჩარჩოებს, რაც გვაქვს ევროპასთან. და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწრაფად შევცვალოთ ეს რეჟიმი, რომ ისტორიული შანსი, რომელიც შეიძლება მეორედ არ მოგვეცეს ევროკავშირში გაწევრიანების, არ დავკარგოთ. ის ფაქტი, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ დიპლომატიური პასპორტები გააუქმა საქართველოში, ესეც ნათელი დადასტურება არის რეალურად ამ საერთაშორისო იზოლაციის, რომელშიც რეჟიმი არის. დღეს საქართველოს მართავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც დედამიწის ზურგზე არ აღიარებს არავინ არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფო. ეს პროცესები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, როგორც ევროპელებისგან, ისე ამერიკელებისგან ცხადია, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება რეჟიმზე. ჩვენ ველით, რომ სანქციების პაკეტი ინდივიდუალური, მათ შორის რეჟიმის ლიდერებზე, მათ ოჯახის წევრებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომელიც რეჟიმს ხელს უწყობს ძალაუფლების შენარჩუნებაში, იქნება კიდევ უფრო ფართო, იქნება კიდევ უფრო კონკრეტული, კიდევ უფრო ტარგეტირებული. რა თქმა უნდა, ეს ემსახურება იმ მიზანს, რომ მოცლების მაღალჩინოსნებმა, ვინც უშუალოდ და პირადად არიან პასუხისმგებელი საქართველოს ევროპული მომავლის დაზიანებაზე და ამ ქვეყანაში დემოკრატიულ უყურებლობას, რა თქმა უნდა, მათ უნდა შეეხოთ პირდაპირ სანქციები. ახლა შეიძლება ეს, ასე ვთქვათ, სამსახურებრივი პასპორტების აკრძალვა ეს არ იყოს მათთვის რაღაც განსაკუთრებული დისკომფორტი, იმიტომ რომ მათ სამწუხაროდ ეს ყველაფერი მხოლოდ მოგზაურობის ასე ვთქვათ, მენეჯმენტამდე დაყავთ და არ უყურებენ ამას როგორც პოლიტიკურ საკითხს, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის სიგნალი, რომ ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კარგად ხვდებიან იმას, რომ თუ ვინმე სანქციები უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, ეს არიან ოცნების მაღალჩინოსნები. ქართულ ოცნებაში ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილება არ მოსწონთ, თუმცა ამტკიცებენ, რომ სავიზო შეზღუდვები მათთვის მნიშვნელოვანი არ არის. ივანიშვილის თანაპარტიელების თქმით, თუ ჩეხეთში წასვლა დასჭირდებათ, ვიზისთვის საკონსულოს მიაკითხავენ. მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნები საერთოდ უგულოებელყოფენ და ზოგადად უარს აცხადებენ, ეთყობა რაიმე საერთაშორისო სტანდარტში ჩაჯდნენ, რადგან დიპლომატია და დიპლომატიური პასპორტები შექმნილია იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის იყოს ურთიერთობა და ეს დიპლომატიური ურთიერთობები იყოს გარკვეული რაღაც საშუალებებით დაცული. პოპულიზმი უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდში იმ რადიკალების იდეურ მხარდაჭერას, რომელიც ამბობენ, რომ თითქოს საქართველოს აღარა აქვს ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა და სამწუხაროდ რიგი ევროკავშირის ქვეყნების ბიუროკრატია სწორედ ამ ნარატივში მოძრაობს და მოქმედებს. ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ ეს ვინმესთვის იყოს დამაშინებელი ფაქტორი. ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი 2025 წლის 27 იანვარში აჩერა. ევროკავშირის განცხადების თანახმად გადაწყვეტილება შეეხება საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობენ და რომელიც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე მთავრობათა შორისი ორგანიზაციების მიერ იმართება. შეზღუდვები ასევე შეეხება საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება 10-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ უკვე აღასრულა.